ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალაქ ოზურგეთის მერიის სოციალურმა განყოფილებამ სამუშაო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. სოციალური პაკეტი, უსახლკაროთა რეგისტრაცია, დასაქმების პროგრამა. ეს ის ძირითადი პრიორიტეტებია, რომელი მიმართულებითაც სამსახური იმუშავებს. შეხვედრას ინტერაქტიული ხასიათი ჰქონდა და ის მარტო პრეზენტაციით არ შემოიფარგლა. სოციალურმა განყოფილებამ რჩევები და რეკომენდაციები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისგან მიიღო. საკმაოდ ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, თუ რა რეკომენდაციის მიცემა შეიძლებოდა. ჩვენგან იყო რეკომენდაცია ესეთი, რომ იგივე ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი არ არის იმხელა, რომ თუნდაც ადგილობრივ პრობლემებს ამ კუთხით გაწვდეს, ამიტომ მოსაფიქრებელია კიდევ დამატებითი სახსრების მოძიება, საიდან შეიძლება, ხო? იგივე NGO სექტორსაც შეუძლია იურიდიულად, ასევე შეუძლია სახელმწიფოსაც ჰქონდეს, ან თვითმმართველობას ჰქონდეს სოციალური საწარმო, რომელიც ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც მრავალი მიმართულებით არსებობს. რეკომენდაციები მივიღებთ და ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ 2015 წლის ბიუჯეტისთვის და ბიზნესმენებთან ერთად შევიმუშავეთ ეს პროგრამები და ვფიქრობთ, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი, გაგრძელდება მომავალშიც და პერმანენტულ ხასიათს.